მოგესალმებით კვლავ ყველას. შემომიერთდით მეგობრებო და დავიწყოთ საუბარი. ეხლა წეღან გამახსენა ჩემმა მეუღლემ ერთი წუთი მარინოს მეც გეუბნებოდი შენ რომ იგივე აზრზე ვიდექი როგორც ეს ხალხი დგას. ანუ ნახე ეხლა გამახსენა ჩემმა მეუღლემ რომ რა გიკვირსო ამ ხალხისგან შენც იგივენაირად იყავი დაბნელებულიო რა და ეხლა გამახსენა რა იცი რომ მე ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი რომ აი პატრიარქი სადღეგრძელო უნდა თქვა მეორე სადღეგრძელო ეს არის და ხო ეგრე იყო და რას და მე უთრალი არ მინდა რა რატო უნდა ავხსნათ ეხლა ამ ადამიანის რა ქვია სადღეგრძელო რატო არ მინდა არც ნომ არც სულს არც არაფერი არ მინდა რა უბრალოდ არ მინდა და ჩვენ შუბობდი რა სუპრაზე მაგრამ მე სუპრაზე ვერ შუბობ ხო გამოჩინო არა მოიცადე რა მაინც მე ვაკეთებ ეს სადღეგრძელო ხო? იმიტომ შენ გინდა იმიტომ არ მინდა ჩუბი რო დაიწყო ხო სუპრაზე. არ გინდა რომ გეჩხუბა ჩემთვის ხო? ხო მაგრამ შენ ეგეთი დაბნელი იყავით ხო? დაბნელებული ხო? დაბნებული იყავით და არაფერს არ მქონდა ჩანსი რომ შეეცვალე თვინი. ანუ ჩემი ცნობიერება რომ გამოგეცვალა რომ გეთქვა რომ ეს კაცი ვერ უყურებ რას გავს და არ არის ქრისტიანი არ ქონდა შანსი შენ ხო? არა რატო არ ქონდა შანსი? რატო არ ქონდა? იმიტომ შენ ფანატისტი იყავი ფანატისტი ფანატიკოსი ვიყავი ხო მეტი არაფერი არ იყო ხო და რატო ვიყავი ფანატიკოსი? რატო არ შეგეძლო რომ გეთქვა რომ აი ახლა ვერ უყურებ რომ ხო ხედავ რომ არანაირი ქრისტიანული მანდ არ არის ხო? რა ვერ ამიხსენი რომ ეს კაცი არ არის ქრისტიანი? ან აქ ქრისტიანი მე გეუბნები შენ იცი როგორ იყო ქრისტე? Habe ich dir gesagt? Weißt du wie Christus ausgeschaut hat? Sag არის ქრისტე მან. Sag არის ქრისტე. მე უთარი აი ახალი თუფლები, ჩიპები დადიან და ესე შენი. და შენ გეუბნები du hast mir gesagt du bist hochmütig. ხო, მე გეუბნებოდი რომ ამპარტავანი ხარო, ხო? ხო. მოკლედ ერთი სიტყვით ესეთი ბრმა ვიყავი მეც მეგობრებო, რა გიქვით, აგერ მე და ჩემს მეუღლეს შორის ყოფილა ესეთი ჩხუბი, რომ კინაღამ გუჩხუბია, რომ რატო არ სვავ სადღეგრძელოს პატრიარქის სადღეგრძელოს, ეხლა ესე უნდა გააკეთო, ეხლა პატრიარქი უნდა შეაქო, ეხლა აუ ლასო რა ვინ არის ეს შეგნაკრავი რა ლასო ბიჭო ეს ილიამ მეორეზე ნაბოზარი ხალხი კიდე რა ყველა თესლებზე და ფალოსებზე არის დაყლევებული ვერ ხვდები რა დახვიო ნახებან რა კი მაგრამ საქმე არ გავს უკასავთ რომ სულ წადი რა შენ თუ საქმე გააკეთე შენი საქმე რა ვიღაცა თამარი ხარ წადი და გააკეთე შენი საქმე მე რასაც მინდა იმას ვაკეთე საქმე არ გაქვს არ მაქვს როგორც ჩანს არ მაქვს საქმე შენ თუ არ გაქვს არც მე არ მაქვს საქმე შენ თუ მიყურებ არც მე ოჩე და თავისი საქმე დახვიეთ აქედან ბიჭო ხალხი არის რა დონეზე დაბრმავებული იცი და ეხა გამახსენა აგერ ჩემმა მეუღლემ რომ მეც ეგეთი დაბრმავებული ვიყავი რა ხო რა ხო და ანუ მე ეგ ფენომენი არ ვიცი როგორც აიდან რანაირად მოდის ეგ ფენომენი რას უკეთებენ ხალხს მაგრამ მეც ეგრე ვიყავი აი რეალურად ეგრე ვიყავი რა და ვეუბნებოდი ჩემს მეუღლეს რომ აი შენ ამ პარტავნებაში ხარ და შენ ისა შენ გონია რომ შენ ხარ ქრისტე და აბა ილია მეორე ვინ არის შენ ამ პარტავნება გაქვს შენ მიტრალი რომ ბოროტის ხელში ხარ ხო მე იგივე შეუბნებოდი რასაც ახლა მე მეუბნებიან რა და
მოკლედ ერთი სიტყვით მაგარი ის ქონდა ბრძოლები რომ აი ეს და მე განსაცდელები მომივიდა კაცო ილია მეორეზე მეუბნებიან სიმართლეები რაც მითხრეს საბოლოოდ მივედი და ვნახე რომ ეს კაცი მართლა ეგეთ სისტემაშია და თუ ეგეთ სისტემაშია თვითონაც ეგეთია ეხა ან ტყვია გესმით და ეხა რო უყურებ ამ ხალხს აი ბიჭო საკუთარ ოჯახის წევრს არ დაიტირებს ადამიანი ეგრე როგორც ამ კაცს სტირიან რა და საქმე რაშია ეხა გვამს თუ შეხედეთ ხო გვამი არ არის გუშინდელი მკვდარი და გუშინდელი მკვდარი თუ არის დღეს ასაფლავებენ ხო კარგი წაიყვანოს იქ და სამებაში დაასვენებენ იქ და იქ მივა ხალხი და იქ შემოუვლის გარს ხო და საქმე მაგაზე არ მაქვს რა მე ხლა ილია მეორეს ვინ მიუსამჯერებს და ვინ არ მიუსამჯერებს მე მაქვს საქმე იმაზე რომ მეც ეგეთი ბრმა ვიყავი როგორც აი ახლა ეს სხვა ხალხი რომ მიყვება უკან ილიას და რო ტირის და რა გვეშველება და იმას რო შვებიან რა ქვია თავებს რო იპუტავენ რა და აგერ პირადში რეები აღარ მომწერეს და ფალოსებზე დაფალოსებულები არიან ამ ფალოს ატრიალებენ წინ და უკან და იქ შეგიყრი და აქ შემოგიყრი და გახსოვს რომ შენ ჩემს ფალოს წუწრიდი და რაღაცა ეგეთი ყლეობები რა აი როგორი დონის ხალხი მიყვება ხუაზე ხართ მაგასა რა და მე მეუბნებიან რომ ისა როგორი სიტყვებით საუბრობ სიტყვა არის ყველა სულიწმინდის და ყველა სიტყვის გამო თქმის უფლება გვაქვს და არც ერთი სიტყვა არ არის შერყვნილი და ბილწი. ეგ ვერ გავაგებინე ხალხს, მაგრამ ალბათ ჯერ ადრე არის ხალხო ძალიან სიბნელეში. აი ამ სიბნელეში ხალხო როგორ უნდა ყოფილიყავით ბედნიერი, წარმოგიდგენიათ რა სიბნელეა? Gehirnwäsche tako 20 Jahre, 25 Jahre Gehirnwäsche. 25 წელი არის twins ულაყებენ ხალხს რა. ულაყებენ ხალხს 25 წელი. 25 რა 25 ბიჭო. 59 წელი იმეფა. ანუ 2000 წელი, 2000 წელი. 2000 წელის, მაგრამ 59 წელი ეს სანამ აქ იჯდა, აქ მეფედ პირდაპირ რა თქვა მია მეორედ მოსვლის ნიშნები რომ აგერ 59 წელი იმეფებს ანტიქრისტე 59 წელი იმეფებსო აგერ 59 წელი კი შეუსრულდა და მიაღწევინეს რა 58 წელში რო იყო მაშინ მოკვდა მაგრამ მე მიაღწევინეს მაინც გეგმის მიხედვით უნდა აეკაჩა და გაყინეს და გამოიტანეს ახლა 59 წელი რო შეუსრულდა აღსაყდრებიდან მე გამოიტანეს აგერ 59 წელი კაცი მიყურებს ზუსტად ბებია პაპის ფოტოებს არ სთორავენ და არ მოაწყეს აქ გლოვის მასკარადი ხო ნუ რაღაცა თითქოს და ისეთი ვიღაც დავკარგეთ რომ საქართველოს გააბწყინა და აუ რას ლაპარაკობ საქართველოს ისეთ კარგ დღეშია რომ კაცი ქალი შვილი მოხუცი აყვავებულია უკვე რა როგორც სულიერად ისე მატერიალურად ვინსტირის რა გუშველება მართლაც არაფერი ეშველებათ რადგან დაიპროგრამა თავისი მომავალი კი, ნამდვილად დაიპროგრამა თავისი მომავალი და ხელი მოაწერა ძალიან დიდ სატანიზმს. ეს სატანიზმი აგერ თქვენი ცით ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარედ როცა დადგა, მაშინ მოუწერა ხელი სატანას. მაშინ შეჭამა ბავშვის ხორციც და მაშინ შეუთანხმდა სატანას, რომ ოღონდაც ყოფილიყო პირველი პირი და ხელს მოაწერდა და აი გაიჩალჩა თავის თავს გაუჩალჯა. მისი ნება იყო, გადაწყვეტილება მისი იყო, ვერავინ ეხლა მაგაში ვერ გავამტყუნებ რომ რატო აირჩია, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გავამტყუნო ის, როდესაც მე მატყუებს რომ შენი ერის მამა ვარ და მე არ იქცევა მამისებრ, რატო მოანათლინეო თუ ეგეთი ცუდი იყო? არ ვიცოდი. როცა მოვანათლინე და მივაკითხე ჩემი შვილით მას ნათლული მიუყვანე, მაშინ გავიგე ვინც იყო და ნეტა მანამდე გამიგო, მაგრამ რო არ მომენათლინებდია ვერ გავიგებდი და ვიქნებოდი ესე სიბნელეში, აი როგორც ეს ხალხი ყავს ახლა სიბნელეში გამომწყდეული და დედას ვიცავ, აი მე ისეთ წერილს დავწერე ხლა და ისეთ წერილს გავააქტიურებ, რომ ეს ხალხის სიყველა ამ სიბნელიდან ის ჯადოები გახსოვთ მაშინ ბავშვები თოჯინები რომ მოითხოვეს ხელნაკეთი თოჯინები
ხელნაკეთი თოჯინები გვინდაო, ბავშვთა სახლებს უნდა დაურიგოთო და ბავშვთა სახლებს კი არა, თურმე უნდა დაერიგებინათ იმისთვის, რა ქვია, ჩხიბავებისთვის და გამოკვეთილი არისო დღესაც საპატრიარქოს რა ქვია მაგას აი აქეთ მოწ. საპატრიარქოს ერთ-ერთ ოთახში ეს თოჯინები სავსე არის მაგ ხელნაკეთი თოჯინები. ხელნაკეთი თოჯინები რატო უნდათ თუ იცით? ხელნაკეთი თოჯინები არის ვუდუს ერთ-ერთი მსგავსი ჩხიბაობა, რომელსაც აი დაარქმევს, პირობითად სახელს დაარქმევდა, რასაც გინდა იმას უგზავდა. თუ ჩხიბავები გყავს, იმას გავუკეთებ, რასაც გაქვთ ფაქტებიო, რისი ფაქტები დალი? რისი ფაქტები, რა ფაქტებს მეკითხებით, აბა? ფაქტები ის არის, რომ 4 წლის წინ მე რომ მივედი იქ, მე მგონი თქვენც იყავით, რომ ნახეთ ის ვიდეო და 1500 კაცმა წევლა მაგისთვის, რომ რატომ მიაკითხეო. ნათლულს ნათლიას რატომ მიუყვანე შვილიო? გაიგე 1500 კაცამ წევლა მაგისთვის. აი ეგეთი ბრბოყავს მაგას დაბრმავებული და რა ვიცი, მაშინ რო არ გეწყევლეთ, ეგეთი აგრესია მაგის მიმართ შეიძლება არ გამჩნევოდა. მაშინ რო არ გეწყევლეთ 1500 კაცს. ხო და რაც დაათესეთ, ის მოიმკეთ. გახსოვართ ალბათ, ხო? საპატრიარქოს წინ რო ვიდექი და რო ვითხოვდი, რომ მე თქვი გადაეცით მეთქი ილია მეორეს, აქ ვართ მეთქი 3 შვილით ვიდექი და ჩემი მეუღლეც იქ იყო. ძალიან ბევრი ფაქტები იყო. 700.000 კაცმა ნახა 4 დღეში და მე კიდე მილიონმა კაცმა ნახა, რა ვიცი. მე რომ ხალხი მიცნობს, ისე მე მგონი ამ მაგ პატრიარქის სახელით, ისე მე მგონი არავის არ იცნობს. მე და პატრიარქს შორის. ბავშვის ხორცის შეჭამაო, ამაზე გეკითხებით. ბიჭო, აი ახლა ძალიან უვიცი კითხვა არის და რატო გეტყვი რა? ეკუმენური გაერთიანება გაიგეთ რა არის? ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე გაიგეთ ვინ არის? მერე იმეფშტაილის ფაილები ნახეთ რა არის და რატო იყო და როდის იყო მაშინ მისული. ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარედ ვინ დაგნიშნავს ბიჭო? ზემამაზეციერი? ხო. თუ ბავშვის ხორცი არ ჭამე და ის კუნძული რისთვის იყო? იქ მიყავდათ ყველა ის ადამიანი, სალომე ზურაბიშვილიც ამოვიდა და სააკაშვილიც. მიყავდათ ყველა ის ხალხი, ვისაც პოზიციაზე სვავდნენ. და თუ ბავშვის ხორცს არ შეჭამდი, ან კაცის ხორცს არ შეჭამდი, შენ არ ითვლებოდი მის სასწავში და რანაირად დაგვსვავდნენ გაერთიანების. ფაქტი ის არის, რომ ეკუმენური გაერთიანების პრეზიდენტი იყო. ფაქტი ეგ არის. მეტი ფაქტი მაგას არ უნდა. ეხლა იქ ხوار სურათებს ხوار მოვითხოვ და ვიდეოს, აბა როგორ ჭამს ადამიანის ხორცს. ფაქტი სახეზია, რომ გაერთიანების თავმჯდომარე იყო. მერე გადადგა თუ არ გადმოდგა, ეგ არ მაინტერესებს. გახდა თავმჯდომარე? ხო და ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარედ ვინ დაგსვავს? ხო, აი ფაქტი. მე არასდროს მიწყევლია ვინმე ჩემს სიცოცხლეში. ძალიან კარგი, ძალიან კარგია თუ არ გიწყევლია. შეჭამა დიახ 4-ჯერ არის ნამყოფი კუნძულზე, ეპშტაინთან ფაილები დაიდო ბევრჯერ. ამბობს თია. ხო და რა ვიცი ხალხო, მე რატომ აი ნახე ერის მამა გარდაიცვალა და ჩემს ვიდეოებში შემომივარდნენ, გესმის? მე რას ვიტყვი ახლა რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ხო? მაგას ხო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პრინციპში. მაგრამ ხალხი შემომივარდა ჩემს ვიდეოებში. წევლა, მაგინა, ხან დედა ჩემს შესა, ხან მე შემცა, ხან მე რაღაცა და ხან ის და ეს ხალხი რანაირად აი როგორც ძაღლებს რომ მიუშვებ რა, დაგეშილ ძაღლებს, ერთი და იგივე ხელწერა აქვს რა, ამ ფალოსით მაგარი იმუქრებიან. და მერე კიდე ცილისწამებები დაიწყეს. მეტი ვერაფერი მომიგონეს, გესმის? გახსოვს ჩემი ფალოსის გემო. და რაღაცა ჯანდაბები, ბიჭო, ვინ არიან ეს ხალხი, ვინ ყავთ? დაგეშილები. საცოდავები ყავთ რა. გაუბედურებული ხალხი ყავთ, ბიჭო. 20% დგას იქ და 80% რას აკეთებს აბა საქართველოში? 20% დგას ახლა იქ ხალხი. და ნახეთ როგორ უყვარს ხალხს და ჩემი ერის მამის ფანები. ვიღაცამ გამოდო სურათი ხალხი რო იყო. და მეტი ვეღარ დააგროვეს? მთელი საქართველოს ფეხზე უნდა იდგეს ახლა, ეგ რო კარგი ტიპი იყოს. და უნდა ჩამოდიოდნენ საზღვარგარეთიდან საქართველოში ხალხი მაგის გამო.
შენ რომ მუსლიმანურ ქვეყანაში მოლაზე ესე ილაპარაკო დღეს იქ გიყვანდნენ შენ გონია ილიაზე ესე რომ ლაპარაკობენ არ გაიყვანეს და არ დაიჭირეს და არ მოკლეს და არ ჩასვეს საგიჟეთში მუსლიმანურ ქვეყანაზე უარესები აქ მოხდა აგერ ადამიანმა ფანცულაიამ ჩამოაგდო შავი ქუდის მატარებელი ეგ ერთი სექტა არის რო იცოდეთ დიდი კლანი არის მაგის შავ ქუდს ეძახიან ჯვარზე როიდო ეგ ქუდი და ჩამოხსნა და ჩამოუვარდა და გატყდა ის და წელიწად ნახევარი ყავდათ საგიჟეთში და გათიშეს ტიპი დაადებილეს და მაგის გამო რომ ქუდი ჩამოიღო სვეტიცხოვლიდან სვეტიცხოველში მყოფი ჯვარიდან და შენ მეუბნები ახლა რომ მუსლიმანურ ქვეყნებში უფრო ცუდი ხდება ბიჭო მეროზაციური დაცვა არ მქონდეს ეგენი გამაძრობდნენ ტყავს მუსულმანებმა თვითონმა მიეხედონ თავის სიბნელეს უნდა დამთავრდეს ხო და დამთავრდა გეუბნებით რომ თქვენ ჯერ არ იცით მეთქი ვინ ვარ თქო რა და რო გაიგებთ მე ვინ ვარ და რო ნახავთ თვალნათლი მე ვინ ვარ მე შეგწხვებათ თქვენი საქციელების თქო გეუბნებით რა წინასწარ გაფრთხილებთ და ის დანარჩენები ვინც ყველა ამოიკრიფებით დედასმისა ვარ ყველანი ჩემს თვალწინ წარს დგებით ვინც ჩემზე ან წყევლა გამოთქვა, ან მეცილი დამწამა, ან მე მწყევლა, ყველანი ჩემს წინაშე წარს დგებით და მოგიხდებათ პასუხის გაცემა იცოდეთ რა. და ვაი თქვენს პატრონს მერე პასუხი თუ არ გქონდათ რა. ძალიან დიდი სიბნელეა, მაგრამ მადლობა უფალს, დიდება უფალო, დიდება შენ და რომ ჩვენ გაგვათავისუფლე ამ ტანჯვისგან, ამ ჯოჯოხეთისგან, რაც დღემდე საქართველოში იყო. თავიანთი ხელით ქვებზე დააწერინეს სახელი და გვარები და პირდაპირ ჩხიბ ნეკრომაგიად განახორციელეს ღვთისმშობლის მონასტერში იქ მაღლა თბილისის ზღვასთან აშენებულ ეკლესიაზე. აი პირდაპირ ნეკრომაგია განახორციელებინეს თავიანთი ხელით ადამიანებს. ახლა მე არ მიკვირს ეს ხალხი რომ დაბნელებულია და მეც დაბნელებული ვიყავი. პირდაპირ გეუბნებით რომ დაბნელებული ვიყავი. აგერ ჩემ ქმარმა გამახსენა, აღარ მახსოვდა მე ეგ, მაგრამ გამახსენა რომ შენ არ იყავიო ის მე რომ მაბულინგებდიო მაგის გამო და მეჩხუბებოდიო რო გითხარიო რომ ეს ამ კაცს რო უყურებ სატანა არის პირდაპირო რა ვხედაო და რომ ესმის მაგის ხმა სატანის ხმა არისო და მე აქეთ ვეჩხუბებოდი თურმე რომ რას ლაპარაკობ და შენ როგორ იმაში ხარ და რა ქვია მაგას ხიბლში ხარ და ამპარტავნებაში ხარ მეთქი ვეუბნებოდი გვანახე ის ფაილები წადი ირაშვილო რა ფაილები რაში გჭირდება აგერ ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე რო იყო არ იცოდი შენი პატრიარქი ფაილები რო გაჩვენო მე დაიჯერებ მე შენ რო გაჩვენო რომ ის ადამიანის ხორცს ჭამ მაშინაც არ დაიჯერებ მარიამ გეუბნები ეკუმენური გაერთიანების გადახედე ილია მეორის სივს და ნახავ ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე არის მე ისიც გადახედე ვინ არის ეს ეკუმენური გაერთიანება და რა სატანიზმის სექტა არის ეგ გაერკვიეთ რა ხალხო რა მაგის დედავატირე რა ხო და ესეთი ხალხი ყავთ ჩაჭერილი როგორიც აი მართლა გულწრფელად რომ სწამთ რომ მეც ეგრე ვიყავი გულწრფელად მჯეროდა რომ ესენი კარგები არიან და ერის მამა არის და ეს აი მართლა გულწრფელად სწამდა რა და საბოლოო ჯამში გამისროა მაგარი იმედი და მე კიდევაც გამოჩნდა ვინ არის ეგ კაცი. რას ეძახის სიბნელში გეი ალბომს რომ არა ვატარებთ თუ ერთსქესიან ქორწინებას რო არ ბიჭო გეი ალბომი რა თქინდა აგერი ეკლესიებში აქვთ გეი ალბომი გეი ალბომს რო ხელი შეუშალეს ეგ არის გეი ალბომის ხელის შეშლა პირდაპირ ეკლესიებში აქვთ გეი ალბომი და ერთსქესიანი ქორწილებაც იქ აქვთ რა თუნდა ახლა თავზე გვირგვინით ვარ დაგადგეს და ვერ შენ კიო ისა ნებართვას გთავარ თუ არ გითხრეს ქორწინება არ არის ეგ რომ სტიხაროსანთან წვები ადამიანებს რო ემუქრები ბავშვებს აჩენინებ მონაზვნებს და ქმარს უაშორებ ცოლს და მერე რომ აორსულებ და მღვდლებზე აქ საუბარი ხალხო მე რო აორსულებ და რო ემუქრებ რო გაგაქრობო და შენ ბავშვსაც გავაქრობ ვერ გნახავენ საერთოდ ესე რო ემუქრები ხალხს პირი რო აქ დაკუმული
რადგინა მან ოჯახის სიწმინდეა ეგ? ოჯახის სიწმინდეებში შევიდნენ ზუსტად და აგერ ჩემ ქმარს ეუბნებოდნენ რომ რაები არ მოუყვნენ, უაზრო რაღაცა არც მიცნობდა ის მეუფე. მეუფე იყო თუ ვინ იყო, მღვდელი. ხალხო დადე ფაქტები ტუტუცო. ფაქტები რა თქმა უნდა, აგერ გადახედე ილია მეორის სივს მეთქი გეუბნები რა. სივს გადახედე, თია დაუდე რა ძალიან გთხოვ ის ეფშტაილის ფაილები რა. დაუდე ხო გააქვს ჩაუგდე ერთი ამას ტუტუცები რო არიან აქ. ტუტუცებს განახებთ მე თქვენ. ყველას ამოგყრით იცოდეთ რა. ყველას მოგძებნით იცოდეთ რა და ყველას სათითაოდ ჩემს წინაშე წარგადგენთ რა. თამარ ამაგარი გოგო ხარ ბევრ აშკაც შეეშინდებოდა ამათი მხილობა შეეშინდებოდა აბა რასაც ეგენი იმუქრებიან და როგორც ეგენი იმუქრებიან შიშრებს შეეშინდებოდათ ხო მარიამ გეი ალბომი ხალხმა არ დაუშვა ვერ გაბედეს დაშვებაო კი არაფერ შუაში არ იყო იქ ილია მეორე მეც მოგწერეთ თამარ კომენტარი თიკო აბა სად არის აბა ნახო ვერ ხედავ თიკო შენს კომენტარს იქნებ არ მიგდებს, აი ვერ დავინახე, მარტო შენი ბოლო კომენტარი დავინახე. ხო. ასე რომ ჩემო კარგო ფაილები სულაც არ მჭირდება მე 22 წლის მოგესალმებით თამარ ცუდად არ გამიგოთ ერთი კითხვა დამება და ახალი მოაყურებელი ვარ თქვენი როგორც გავიგე ბავშვები მოანათლინეთ მე რა შეიცვალა ბავშვი მოვანათლინე მე მაგას ბავშვი მოვანათლინე და წელიწად ნახევრის მერე ვესტუმრე კარზე აღდგომა დღეს და კარზე აღდგომა დღეს რაც მოხდა აგერ გადახედეთ ძველ არქივებს ჩემს ვიდეოებს და ნახავთ იქ რა დღეში ჩამაგდეს რა ძაღლათაც არ ჩამაგდეს და საერთოდ ვის აინტერესებდა იქ ქალი იდგა თუ ძაღლი არავის არ აინტერესებდა რა მაშინ მე ძალიან მიყვარდა პატრიარქი და ძალიან ესეთი პატრიარქო ესე ვიყავი და დამანახა ღმერთმა ვინც არის ეგ პატრიარქი სულ არ მჭირდებოდა ეს ეფშტაინის ფაილები მე უფრო გამოვიდა ეს მაგისი სიბინძურეები. ეხლა ნახეთ თქვენ შოკში ჩავარდებით მაგ სიბინძურეებს რო ნახავთ მაგისას. ეფშტაინის ფაილები საჯარო დევს ყველას შეგვიძლია დაძებნა ტუტუცი თავად ხართ. შენ ვისი მომძებნი ხარ? ხო, მე მომაკვდავი ვიყავი რეანიმაციაში ვიქნებოდი ორსული დემდამა დახმარების მიზნით მიმართა და კარიც არ გაუღესო. რამდენის გინდა იმდენი ვიცი, რომ საერთოდ კარიც არ გაუღეს მაგ დახმარების მიზნით, რომ ბავშვები უკვდებოდათ და ხო. ნახე მე ეგ ვიდეო კართან იჯექი თამარ და არავინ გაქცევდა ყურადღებას მახსოვს, ხო? ხომ გახსოვთ დომინიკ მანგომაც მერე გააზიარა ეგენი ეგ ჩემი ვიდეოები წაშალეს სულ ყველა წამიშალეს ვიდეოები და დომინიკ მანგოს რაც ქონდა ის ვიდეოები დაამონტაჟა და მერე გააზიარა და აი მაშინ ახლა 700,000-მა კაცმა ერთ დღეში თუ 4 დღეში ხო და ეგ დღე იყო რა რომ აზრზე მომიყვანა ღმერთმა ზუსტად ეგ დღე იყო აღდგომა დღე იყო ზუსტად მოკლედ მეგობრებო ეს არის და ეს რა ბრენდული საზოგადოებისთვის არის კარი ღია ხო აი ზუსტად ეგ დრო იყო როცა
ბუზალაძე გაუშვეს იქ ტრაკის საქნევად და ძუძუების საქნევად ცეცხლის სცენაზე რა მასონთა საზოგადოების ალღუმზე და მაშინ მიიღო ის ბუზალაძე დალოცა რომ კი წადი ტრაკიც იქნიე და ბუზუნებიცო ანუ ძუძუებიცო და გაუშვა დალოცა ხო და მე კიდე ყურადღებაც არ მომაქცია იქ შვილთან ერთად 3 საათი ვიჯექით ბავშვები იქ იყვნენ მე ყურის ტკიოდა ბავშვი და წავიდნენ ჩემი მეუღლე და ბავშვები მე მაინც დავრჩი და მზის ჩასვლამდე ველოდე მაგრამ ნურას უკაცრავად საერთოდ არავინ ყურადღება არ მომაქცია და მაშინ მივხვდი რაც ხდება კი ეგეთი უწმინდესი და უნეტარესი ყავდა ნამდვილად რომ მაგრამ მე მაგრად მეწოდება ეგ კაცი რო იცოდეთ რა ეგ მაგან შეცდომა დაუშვა და სადაც შეცდომა დაუშვა მე იმის მიხედვით მაგრად იზღვია ძალიან მაგრად იტანჯა ეგ იყო გამოკეტილი მარიონეტი გეუბნები მე რომ მიყვებიან ამებს მან დრო შედიოდნენ პატრიარქს რო ელაპარაკებოდნენ ჯუმად მითხარიო და ფარდას უყურებდა იქ რო ფარდების უკან ისინი მოსასმენები იყო ეგ კაცი მაგრად მოატყუეს რო იცოდეთ და ძალიან საწოდავი იყო კი ნამდვილად საწოდავი იყო იმიტომ რომ მარიონეტი როცა ხელს აწერ უკვე ეშმაკს რომ ხელს უწერ ოღონდ შენ გამოჩენილი ვიღაცა იყო ეგრე აკეთებს ყველა ვარსკვლავი და სხვა მათ შორის პოლიტიკოსებიც და ეგენიც პატრიარქებიც სოფლიო და ეს პატრიარქიც იქ უკვე ხელშეკრულებას აფორმებ რომ რაც გინდა ის მიქენით და რაც უნდა ის უქნეს და ბოლოს აი ხო ხედავ როგორ აწვალეს ბოლოს რომ გათიშული იყო მაგის სხეული მკვდარი იყო და არ უშვებდნენ რა და პატრიარქს დარწმუნებული ხარ რომ შესწოდა ძალა მაგ დროს და იმდენად არ იყო დაუძლურებული რომ უკვე კი მითხრეს რომ აქ არისო ახლა ბუზალაძე თუ მიიღო თავისი ნაცვლად ვერ მიიღო კარგით რა კონდა და შესწევდა ძალა მაგრამ მაგის გადაწყვეტილება არ იყო ვის მიიღებდა და ვის არ მიიღებდა ეგ მაგას გადაწყვეტს თეთრუაშვილი და თეთრუაშვილს სხვა წესებით უნდა მიმართო და თეთრუაშვილი კიდე კგბ-ს ქალია და მასონთა საზოგადოების დედაა და ეხლა რა მასონთა მე ეხლა ვისაც ვესაუბრები ილია მეორეს კი არ ვერჩი მასონთა საზოგადოების მთავარ პირს ვეტაკები რა თეთრუაშვილს და არა ილია მეორეს ილია მეორე კიდევ ერთხელ გეტყვით მაგრამ ეწოდება მეთქი რა მაგათმა რომ ილია მეორე გამოიყენეს და მაგათმა რომ ილია მეორეს თავში უტყეს მართლა იმსახურებს მაგდენ ხალხს რომ იქ დგას რაც ალბათ შეინანა ბოლოს ძალიან მაგრად ეგ იყო ჩვეულებრივი მარიონეტი ეხლა მორიგი მარიონეტს აირჩევენ ორ თვეში ვინც ყველაზე მორჩილია და ხუთოსანი რო იყო სკოლაში და აი კარგი ბიჭის სტატუსით რო იყო სენით დაავადებული იმას აირჩევენ ხუთიანს დაუწერენ მე იქ იმას ეტყვიან რომ კარგი ბიჭი ხარ და ოღონდ ეგ დრო დასრულდა ეხლა მეგობრებო და ეხლა ძალიან ბევრი როგორც უკვე მაშინ განვაცხადე და იმ წელს დაიწყო ზუსტად აი ხომ მაშინ არ მიმიღეს 2022 წელს არ მიმიღეს და თქვი რომ აი დაგესვათ წერტილი მეთქი და წერტილი დაუსვა მართლა დაიწყო მაგ პერიოდში დაიწყო ისრაელის განადგურება დღემდე მიმდინარეობს ისრაელის განადგურება ისე რომ თვითონაც არ მოელოდნენ ამას და ამიტომ მოხდა ისე რომ ეხლა ნათანიაჰუც მოკვდაო როგორც ამბობენ არ ვიცი ხა რამდენი ეხლა სუნთლიანად განადგურება მიდის და სანამ განადგურდებიან მანამდე გეგმა ხო უნდა შეასრულონ გონიათ რომ გეგმას რო შეასრულებენ მერე გადარჩებიან და გამოფატრეს წითლად შეღებილი დეკეულები და ცხენს მუცელი გამოფატრეს შუა იმაზე არენაზე და მოკლედ ერთი სიტყვით ეხლა ცდილობენ რომ რაღაცნაირად მაინც გადაირჩინონ თავი მაგრამ აგერ ხო ხედავ 59 წელზე უკვე უნდა იმეფოსო ხო სატანამო და სატანის მოციქულმა 59 წლის თავზე დაასრულა თავისი მეფობა მან დაისვა უკვე გაიხსენეთ ბერი გაბრიელი რას ამბობს როცა გამოჩნდება ღვთისმკურთხეული მეფეო მე ნახავენ ეგენიო და ღვთისმკურთხეული მეფე იყო თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი ჯერ არ გამოჩენილა და თამარ მეფე ქე გამოჩნდა და რა ვიცი როცა გაგეხილებათ თვალები მაშინ დაინახავთ
დაამტკიცეს თამარ უკვე მამაშიო არა ეგ მოსაყდრეთ ეხლა სანამ გადაწყდება ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი მოსაყდრეთ დაამტკიცა სინოდმა მაგრამ ეს მაინც პატრიარქის საკითხი უნდა გადაწყდეს ხო ანუ ეგ ეშლება ხალხს მოსაყდრეობა არ ნიშნავს პატრიარქობას ახლა რა მოხდება პატრიარქის გარეშე რა ეშველება ეს მე გეტყვით რაც ეშველება სინათლე შემოვა ხალხში გამოფხიზლდება ძალიან კარგად მაგრად გამოაფხიზლებს დედაზე ციერი ხალხს მამაზე ციერი ჩამოვა გამოჩნდება ჩინში გამოვა იხვხ ხო ორი სახელი აქვს ღმერთო ელი იახვეო ხო გეუბნება თქვენი ილია ხო და ეგ ელიახვე გამოჩნდება ახლა და როდესაც ეგ ელიახვე გამოჩნდება მართალი კაციც მაშინ გამოჩნდება და გაიმართება დიდი ბრძოლა სატანასა და ქრისტეს შორის ხო და ბრძოლა გამართულია უკვე რო იცოდეთ უბრალოდ ჩინში გამოსვა სხვანაირად მოხდება კიდე და მე უკვე უცხო პლანეტელებსაც შართავენ უცხო პლანეტელების ნიადაგზე ხალხს ეგონება რომ ესენი არიან ის ხსნელები იმას შეუერთდება მე იმათ შეჭამენ სულ ყველას მოკლავენ სულ ყველას და ვინც ახლა მთაში გაიხიზნება და გადარჩება ის ქრისტეს იხილავს ეგრე იქნება ჩემო კარგებო საქართველოში ანტიქრისტე ვერ გაიდგავს ფეხს მაგრამ ბრჭყალებს გახკრავს ღვთისმკურთხეული მეფე რო გამოჩნდებაო ბერმა გაბრიელმა თქვა მაშინ დამარცხდება დაიწყება ანტიქრისტეს დამარცხება ხო და დაიწყო აგერ ღვთისმკურთხეული მეფე იყო ორი დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე აქედან დავით აღმაშენებელი მე არ მინახავს ჯერ არ გამოცხადებულა არ უთქვავს არავის რომ მე ვარ დავით აღმაშენებელიო ანუ დავით აღმაშენებელი არ გამოჩნდა თამარ მეფე გამოჩნდა გესმის და თამარ მეფე მოუთხრის ზუსტად ძირს მაგ ანტიქრისტეს რაღაცა სახეზე არ ეტყობა გუშინდელი გვამი რომ იყოს არა ვინც ახლა გვამებში ერკვევა ხო ეხლა ხო და აი ყველა ექიმა იცის რომ მე მართალი ვარ ყველა ვინც გვამების საკითხში ერკვევა იცის რომ მე მართალი ვარ და სიმართლეს ვამბობდი ყველა მეუფემ იცის იქ ვინც ახლოს მიატარებდა რომ სულ მიყარს უკვე და გუშინდელი მკვდარი არ არის ვისაც ეჭირა ეს სასახლე ხო ვისაც უჭირავს აი ვინც იცის რომ მე მართალი ვარ იცის და ვინც არ იცის ის ყვირის ბევრს და ის არის თავის ფალოს რო იქნებს ესე რა რაღაცა ხო გვამური დიდი ხნის ლაქები აქვსო კი ფერი არა აქვს ფერი მაგას ნახე ეტაპები არსებობს როდესაც გვამი გარდაიცვლება აი ადამიანი გარდაიცვლება ჯერ შავდება მერე ფერს იცვლის და საბოლოოდ თეთრდება ეგ არის ყვითელი ანუ გაყვითლდა ეგ არც შავია და ან გუშინდელი გარდაცვლილი რო იყოს ეგ უნდა იყოს ეხლა მისი გვამი უნდა იყოს სერი ფერი არა აქვს მაგას ყვითელი ფერი აქვს და გვამური ლაქები აქვს ანუ რომ ავიღოთ ეხლა სულ ცოტა 6 თვის წინ რომ ვამხილე რომ გაგიცხადეთ რომ უკვე მკვდარია თქო სულ ცოტა ეგ არის აი ხო გეუბნებით გუშინდელი მკვდარი არ არის ეგ ზუსტად ვიცი ეხლა და ვინც იცის საქართველოში მცირე დევნა იქნებაო საქართველოში ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგავს რადგან საქართველო ღვთისმშობლის წიხვედრ ქვეყანაა ვის გახდება პატრიარქი შენია ვინ გახდება პატრიარქი ვეღარავი პატრიარქი ვეღარავინ ვერ გახდება ახლობელი მუშაობს მორგში და მან თქვა ეს არა ახალი გვამიო დიდი ხნისაო ხო გეუბნებით და მადლობა იმ ხალხს ვინც მართლა იგებს იმას რასაც ვლაპარაკობ რა მადლობა რომ მიდგახართ მხარში რა რომ მე კი არ მიდგახართ მხარში სიმართლეს რო უდგახართ მხარში ყველანი გადარჩებით კლინიკის ექიმები რომ სხვა რამეს ამბობენ ახლა ტყუილს როგორ გაბედავდნენ თამარ ბიჭო ფული და მისი ჯანი და დაშინება როგორ გაბედავდნენ და არა ყველაფერს ისე კარგად აკეთებენ ამ ქვეყანაში რომ არ იტყუებიან ხო ხედავ როგორ განერვიულდა ის რომ ნუ მეკითხებითო იმ მედიას ეუბნებოდა ნუ მეკითხებით ბევრსო ტიპს არ ქონდა მასალა რა
როგორ გაბედავენო კაცო, როგორ ბედავენ ესეთ წყვილს, როგორ გატენიან. ხო ბედავენ არა, ისე ბედავენ იმასაც. ეგ რატო გაითამაშეთ, იცით? იმიტომ გაითამაშეს, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო მისი სიკვდილი. რომ ხალხსა მე 6 თვის წინ რო გავაჟღერე, რომ მკვდარია თქო ის არ ამოტივტივებოდათ და არ ეთქვა, რომ აბა გვაჩვენეთ და როგორ გარდაიცვალა და გაითამაშეს, ჩვეულებრივი გათამაშება მოხდა და ღამით გაითამაშეთ, რომ ხალხი ძილის წინ გამუშტერებული იყო, მერე ძილში გადაეხარშა, მერე დილით გაიღვიძებდა და უი ეს შოკის მომგვრელი არ იქნებოდა ეს საკითხი და დაიკიდებდა. კარგი გათვლები გააკეთეს მაგათ. ფსიქოლოგიური გათვლა გააკეთეს კი. რას ნიშნავს ეს? ანუ არ ეყოლება პატრიარქი საქართველოს, ანუ ის ხალხო, თქვენ გლობალურ მოვლენებს ვერ უყურებთ? გლობალურ მოვლენებში რომ აპოკალიფსია დაწყებული, მაგას ვერ ხედავთ? რა პატრიარქი ხალხო, რისი პატრიარქი? პატრიარქი ყავს საქართველოს. ქრისტე არის პატრიარქი. იესო ქრისტე დადგა ამას სოფლისა ყველა სარწმუნოების საუკუნო მღვდლად. საუკუნო კი არა, დაუსრულებელი მღვდელი და პატრიარქი არის იესო ქრისტე. თუ თქვენ კიდევ ვინმე გინდათ სხვა, აი თქვენ უკვე მერე ნახეთ თქვენი ცოდვები რა. რას ნიშნავს პატრიარქი? პატრიარქი ყავს და გავიძახი ამდენხანს. იესო ქრისტე არის პატრიარქი საქართველოში. სხვა არავინ არ არის. პანტოკრატორია ის. ყველა დროის პანტოკრატორი გახდა. მისი ამაღლებით ის გახდა ყველა დროის პანტოკრატორი. და თქვენ კიდე პატრიარქებს ირჩევთ? ვისაც არ სჯერა, რასაც ვამბობ, დააკვირდეთ ხალხო სახეზე გვამის ნანახი ხომ ყავთ, ახალ გარდაცვლილი ადამიანი, ნამდვილად არა ახალი გარდაცვლილი გუშინ თან საეჭვოდ შერბოდნენ პოლიტიკოსები კლინიკაში. მამაოები და უცებ ჰოპ და მოკვდაო სახეზე დახედეთ ხალხო კაცი ნახევრად ჩამპალი დევს კუბოში. ხო, ფერი არა აქვს ახლა გუშინდელი მკვდრის და კარგად ვიცი ყველაფერი. რაც ეგილია იყო ვერ გაიხარა საქართველომ. ნამდვილადო. ხო, ნუ ხალხო არ ვიცი, ჩვენ ახლა სექტას გვიწოდებენ, მაგრამ ვინც ხედავთ, ხო გვაქვს სიტყვის თქმის თავისუფლება არ გვაქვს ამ სამყაროში? საქართველოში? სიტყვის თქმის თავისუფლება ხო გვაქვს? ხო და მეც ვიყენებ ამ სიტყვის თქმის თავისუფლებას და ვამბობ, რომ 6 თვის წინ დავინახე მკვდარი იყო. მაშინ ქონდა ზუსტად შავი ფერი. ახალი გარდაცვლილის ფერი ქონდა მაშინ. და ეხლა აქვს სანთლისფერი. კი, მაგრამ 4 იანვარს რომ დადეს ვიდეო და იქ ბიჭო, თეა, რას ნიშნავს 4 იანვარს რომ დადეს ვიდეო, ვერ უყურებთ, რომ იქ დამონტაჟებულია და ხელოვნური ინტელექტია? და იქაც ხო გავაცხადე, ერთ კადრში ჩანს, რომ უკან ნაძვისხი არ დგას და მეორე კადრში და უცბად ნაძვისხი გამოჩნდა იქ. ანუ მის დაბადების დღეზე ერთ ვიდეოში ჩანს, რომ არ არის იქ უკან ნაძვისხე, მეორე ვიდეოში ჩანს, რომ ნაძვისხია და უცბად ააწყეს იმ 5 წუთში ნაძვისხე. შუამავალიერსა და უფალს შორის იყო პატრიარქი, რამდენად ასრულებს მეორე საკითხი. შუამავალი არავინ არ უნდა იყოსო, არ იცით თქვენ, სახარებაში გვიწერია, რომ ღმერთსა და მამას და თქვენ შორის შუამავალი არავინ არ დაიყენოთო? ჰა? მონტაჟი იყო თეა, აბა რა იყო? კარგად დააკვირდით რა. კარგად გაახილეთ თვალები რა. ახალ წელს რომ ვიდეო დადეს, ეგ არ იყო ანუ ნამდვილი? ღმერთო ჩემო რა. აი პირი რომ მოძრავებინეს და რომ ლოცულობს? როდის იყო ეგ პირს ანძრევდა ბოლოს? ბოლოს როდის იყო, იცი? რამდენიმე წლის წინ. და ახალ წელს პირი ამოძრავა. კაით. ნუ მე ვხვდები, რომ ძალიან ბევრ ამას ვერ ხედავთ თქვენ და არ გაქვთ დაკვირვებული თვალი და მე ძალიან დაკვირვებული თვალი მაქვს სხვათა შორის და არ მოგეთხოვებათ რა. არ მოგეთხოვებათ მაგ საკითხში, იცი ვის მოეთხოვება? ვინც
მოატყუა ხალხი იმას მოეთხოვება და თქვენ იცი როდის მოგეთხოვებათ მე რო გითხარით თქვენ სიმართლე და მე რო მომდექით თქვენ იმას მოეთხოვება რა რო არ გამოიძიეთ ეს საკითხი ვისაც თვალი აქვს იმან რომ გითხრათ და ის ჩაქოლეთ იმისთვის მოგეთხოვებათ თქვენ და დანარჩენი ვინც მოტყუდა ეხლა ჩემი ვიდეო არ უნახავს და ეგონა რომ მართლა ისე იმას არ მოეთხოვება იმიტომ რომ მოეთხოვება იცი რა ვინც ატყუებს და ვინც სიმართლეს იძახის და ეს ბრმა რო არ უჯერებს ამ მართალს. აი მაგას მოეთხოვება. ამდენი ხნის გარდაცვლილი რომ გამოიყვანოთ მზეზე და დღის სინათლეზე რა დაემართება? რამდენი ხნის გარდაცვლილი მაცივარში თუ ყავს გაყინული გვამი, არაფერი არ დაემართება. ხო ეგ არის თია, იმიტომ იციან მაგათმა რომ ხალხი ეგეთ დეტალებს არ აკვირდება, იმდენად გადაღლილია ყოველდღიური სამსახურებით და არ აკვირდება რა ეგეთ დეტალებს და მე მაქვს თავისუფალი თავი, დროც და თავისუფლება მაქვს და მე ვხედავ ესეთ რაღაცებს. ტვინი არ მაქვს გამოლაყებული და ვისაც ტვინი გამოლაყებული არ აქვს ან მედიით, ან სამუშაოთი, ყოველდღიური სამუშაოთი, ის ბევრ რამეს უცბად ხდება. ამდენი ხნის გარდაცვლილი, ხო, რახან მე ანუ ვგლოვობ ილიას, ანუ უფლის არ მწამს, ეგ იყო აგენტი, ნაგავი კაცი, კორონას დროს ხმა არ ამოუღია, მაგ უნამუსო. გეუბნები კიდე რა, აი გეუბნები, ეგ იყო ძალიან რატომ მეწოდება, იცი? იყო მარიონეტი. მაგას არც არავინ მისცემდა რაღაცა თქმის უფლებას, არც არავინ მისცემდა იმას, რომ ვინმე შევიდეს და რაღაც უთხრას. ხო გეუბნები, მეუბნება, რომ მასთან სამჯერ ვიყავიო, სამჯერვეო, კაცმაო, ესე მითხრაო, ხელითო, მანიშნაო, მოდიო. და რომ მივედიო აქ, რომ ყულთა რომ მიუტანე, რა უნდა მეთქვაო, ფარდისკენ გაიხედაო ესეო. სამჯერ გაიხედა ფარდისკენო. გესმით? რომ იქ ანიშნა, რომ ხმამაღლა არაფერი არ თქვაო, აქ ვისმინებითო, გესმის? და წარმოიდგინე, რა ცოდო იყო ეხლა ამდენი ხნის განმავლობაში, რომ დაწერა ის სიმღერა, მოდი ჩემთან უფალო, დავიღალეო, მართლა ცოდო იყო. აბა ეხლა ეგეთ მარიონეტების მდგომარეობაში არც სიტყვის უფლება გაქვს, სულიწმინდა წაგართვეს. სიტყვა სულიწმინდაა. სულიწმინდა წართმეული აქვს და უნდა იყო და ასრულებდა და იყო მარიონეტი რა, ბურატინო უნდა იყო და ცოდო არ არის მაგ მდგომარეობაში ადამიანი? თან რო არ წყდები და თან შენზე რო ალოცინებენ ხალხს რომ აი დიდხანს ილოცავსო მაგ დღეში და უკვე კაც აღარ შეეძლო თავზე აღარ იკავი და იქ ჩაიტანა თავი მიწაში და აი გეუბნები ცოდო იყო მაგრად რა გაათავისუფლა ღმერთმა ეკაცი თავისი ცოდვებისგან აზღვევინა ჯერ ყველა თავის საზღაურს აქვე ვიხდით და მე გაათავისუფლა ამდენი ხნის გარდაცვლილი წავიკითხე რაც მოწამლებს მისმა არავის არ მოუწამლავს მუდმივო არავის არ მოუწამლავს ეგ დაბრალებული იყო და მაგ დროს მე გერმანიაში ვიყავი და ჩამოიყვანეს ეგ გაუკეთეს ნაღლის ოპერაცია და არ უნდათ რომ რისთვის წაიყვანეს გერმანიაში ესე თქვას და დააბრალეს იმ შეტენეს იმას რომ და მოწამლაო არავის არ მოუწამლავს ეგ იცოდე რა მაგასთან შანსი არ არის რომ ვინმე მიეკარებინათ მაგასთვის რომ ვინმეს მოეწამლათ შორენა თეთრაშვილის რას როლი აქვს შორენა თეთრაშვილის რა როლი აქვს და გეტყვით მასონების დედიკოა საქართველოს მასშტაბით რაც ხდება რაც წყდება მაგათი დედიკო წყვიტავს ანუ შორენა თეთრაშვილი წყვიტავს გესმით? ეგ არის მასონების დედიკო. ეგ წყვიტავდა რა უნდა გაეკეთებინა ილიას. არის კიდეს ვიდეო თავში რომ უტაკა ერთი მაგრად ილიას. ანუ მაგარი ტიპია შორენა რა. ძალიან მაგარი ტიპია, მე გეუბნებით პირდაპირ რა. არ ჩანს და მოქმედებს. არაფერი ცოდო არ იყო თამარაც თესაის მიიღო. ეკლესია არ დაკეტა. ეკლესია არ დაკეტა, თორე და ისეთი რაღაცები მიდის იმ ეკლესიაში, რომ პირდაპირ ვაჭრობაა გაქანებული. ვაჭრობა და კაით რა, ეკლესია არ დაკეტა და რა არ დაკეტა და რა? რა მე რო არ დაკეტა?
გვეშველა რამე რო არ დაკეტა და ის ზიარება ერთი წელი რო არ ეზიარა იმ ხალხს რატო არ დაკეტა იცი ერთი წელი რო არ ეზიარა იმ ხალხს გამოვიდოდა ამ ბურუსიდან იცი რას ურევენ მაგ ზიარებაში ნარკოტიკს ურევენ მაგ ზიარებაში და კიდევაც შეიძლება ბავშვის სისხლს რო დაეკეტათ ეკლესია ეს ხალხი გონს მოვიდოდა ისე ჩხიბაობენ ეგენი ამიტომ არ დაკეტა თორე ძალიან უყვარდა ღმერთი და იმიტომ არ დაკეტა რა აგერ დღეს მემუქრენ მალე შენი და შენი ოჯახის კუბოებს გამოიტანენო ფალოს მანძრეველი კაცები რა გესმით რას აკეთებენ გამოიტანენ მაგათ კუბოებს და მიუტრიალდებათ უკან ეგ წყევა კოვიდის დროს მაგას გეუბნები კოვიდის დროს რო დაეკეტათ მაგათ ეს ეკლესიები ხალხი გონს მოვიდოდა მეთქი ეხლა გამახსენდა ბერი ნიკოლოზის მრევლი რომ ამბობდა ნიკოლოზია პატრიარქიო და ეხლა სხვას რო აირჩევენო ჩემი აზრია არ გეთანხმები შენი აზრი რა არის მაია რაში არ მეთანხმები თორე კი ბევრი რამე გავაჟღერე ახლა დეკანოზი მამალაძეზე უდანაშაულო იყო რა თქმა უნდა უდანაშაულო იყო შეტენეს მაგას ეს მოწამლა და სინამდვილეში სახელი და გვარიც კი ეწერა გერმანულ იმაში ჟურნალში რომ ვინ იყო ის ვინც ნაღრის ბუშტის ოპერაცია გაუკეთა ილიას და ამას რომ შეეწირა ერთ-ერთი ქართველის თავისუფლება და იმისათვის რომ ილიას არ უნდა გაცხადება საქართველოში ნაღრის ბუშტის საოპერაციოდ გერმანიაში რომ გადააფრინეს ვითომ მოწამლეს და ეგრე გაასაღეს რა და სასწაულებრივი ძალებით გადარჩა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ურევენო გამიგია ზიარების დროსო კი ურევენ იმიტომ რომ მე ჩემ თავზე გამოცდილი ორსული ვიყავი მაშინ და რო ვეზიარე კუჭი ამტკივდა და ისეთი რაღაცა დამემართა რომ ეს იყო ზეგავლენა იყო იმის რა ქვია რაღაცა ფსიქოტროპულის იმიტომ ორსულ ქალებს ფრთხილად იყავით რა ეხლა გამახსენდა ხო მაია პატარაია მაია სიამოვნებით მოვისმენ თქვენ აზრს რაში არ მეთანხმებით რა მართლა დეკანოზ ხო ესეც ვნახეთ შოქში ვარო ამბობს ნინო ხო მეც შოქში ვიყავი 4 წლის წინ მაგარ შოქში ვიყავი მეც საქმეზე გავდივარ და გავაზიარე მოგისმენ მე არ წაშალო რა თამარ ლაივი ვიდეო წაშლენ ეხლა დღეს დამბლოკეს რამდენიმე საათით ვიყავი გაჩერებული ესენი შლიან ვიდეოებს მე კი არ ვშლი მაგრამ ესენი შლიან და მე ჩემ ყველა ვიდეოს YouTube-ზეც ვტვირთავ ნახეთ liquid dogma თამარის ლაივი ქვია და იქ არის ყველა ვიდეო იქ ერთი პლეილისტი მაქვს სადაც საპატრიარქოს მიმართ არის პლეილისტი და იქ მაქვს ყველა ჩემი ვიდეო მოთავსებული თუ როგორ დაიწყო ეს ჩემი საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა და რატო დაიწყო და ნახეთ ვისაც გაინტერესებთ ვისაც ინტერესი გაქვთ რატო ვარ ესე რატო ვამხელ მაგათ და რატო და როგორ ნახეთ გადადით და ნახავთ დაიკიდეს დამიკიდეს მე ჭორები დამიყარეს ერთი ეგ არის რომ საგიჟეთში ვერ ჩამსვეს რა აი მაგაში მართლა მადლობა უფალს რა ყველაფერი გამიკეთეს ყველაფერი
გარდა იმისა, რომ თუ იცი რომ პატრიარქი მარიონეტად აქცეს მისი ნების წინააღმდეგ, რატომ ხარ მასზე გაბრაზებული? თავისი ხელით მოაწერა. მას ნების წინააღმდეგ არა. მან თავისი ნებით მოაწერა ხელი. არ იცოდა რასაც წერდა ხელს. თავისი ხელის მოწერით ჩაიგდო თავი ეგეთ დღეში. და მე რა როდის ვთქვი რომ მარტო პატრიარქზე ვარ გაბრაზებული, მე ვარ მთლიან სისტემას ვებრძვი მე. და თქვენ აქეთ მებრძვით კიდე რა, მე თქვენთვის ვიბრძვით და თქვენ მე მებრძვით. მე ესეთი უცნაურ ბედზე დაბადებულის, რა ვთქვა, მართლა გეუბნები, მთელი ცხოვრება რომ სხვისთვის კარგი მინდა, აქეთ მადანაშაულებს რომ ცუდი გინდაო რა. არ ვიცი რა გჭირთ ხალხო, მართლა რა გჭირთ რა. თქვენ გამო ყვირი ვარ მე, მარტო ჩემ გამო არ ყვირი ვარ. მთელი სისტემა, თქვენ რო ჩათრეული ყავხართ ამ სისტემაზე და ხალხი მყავს მე გაცნობილი, როგორ გაწამებული ყავთ მაგათ. ხო? თქვენ გამოვყვირი ხალხო. ეს კი არა ბოლოს რო ვიწექი რეანიმაციაში რო ვიყავი, საავადმყოფოში რო ვიწექი, იგავიცანი ქალი, რომელმაც თქვა რომ გაანებე მაგათ თავიო, მაგათო მეო ცხოვრება გამიმწარესო და ბოლოს მივხვდიო, ქმარი მომიკლეს, შვილი მომიკლესო და ბოლოს მივხვდიო რომ დანარჩენი შვილებისთვის მაინც უნდა გავჩერებულიყავიო. და გავჩერდიო რა. გირჩევი იგივესო, გაჩერდიო. აი ესე აჩერებენ ხალხს. ქმრეებს, შვილებს და ვის არ უკლავენ. ეხლა მოუკვდებათ მაგათ თავიანთი ქმრებიც და შვილების ნახავენ ეგენი, დაუტრიალდებათ უკან ყველაფერი. დამარზიარებაზე და აღსარებაზე რას ფიქრობ? ლამზო, მე მაჩვენე, აი, სახარება ხო წაკითხული გაქვს, მეც წაკითხული მაქვს რამდენჯერმე. ვერსად ვერ ვნახე, რომ ზიარება ან აღსარება ვინმეს უნდა ჩავაბაროთ ქრისტეს გარდა. ვერსად ვერ იქ არ წერია არსად, რომ მღვდელს ჩავაბარეთ აღსარება ან ეზიარეთ მღვდლებისგან. არსად არ წერია იქ. და მე ვუჯერებ ქრისტეს. და ესენი რას ყვებიან, მე უკვე მივხვდი ეგენი, რომ ბევრ ტყუილებს ყვებიან და ამბიონებიდან რომ გვილოცავენ მეორედ მოსვლის გადადებას, ეგეც მივხვდი, რომ მაგარი გვატყუებენ რა. თუ იცი რომ პატრიარქი მართალია, ეგ წავიკითხე. ზოგი სხვა რამეს ამბობს, ზოგი სხვა რამეს, თქვენ სხვა რამეს. ვეღარ გავიგებს ადამიანი რა სიმართლე. აი ზუსტად ეგეთ დღეში ვიყავი ირმა მეც რა. იცი როგორ დაბნეული ვიყავი, იდაჟი აღსარებაშიც კი ნათქვამი მაქვს, რომ ვერ გავიგე მეთქი რა. ვინ არის ეს პატრიარქი თქო, განსაცდელები მაქვს მეთქი და ესეთი ამბები მომდის მეთქი პატრიარქზე და მე ბოლოს იცი რა აი ჩემი ფეხით მიმიყვანა ღმერთმა მაგასთან რა და ნახე ვინც არისო ბოლოს და ბოლოს დაამასმევინა წერტილი. ირმა, ეხლა შენ რო გაურებაში ხარ, აი ზუსტად ეგრე ვიყავი მე ეს 4 წლის წინ. ზუსტად ეგრე. და მე ბევრი რამე გავიგე და უკვე ნათელია ეხლა ჩემთვის და თქვენთვისაც ნათელი გახდება ძალიან მალე. იმაზე მალე ვიდრე თქვენ ფიქრობთ რა. 3 და 4 წელი აღარ დაგჭირდებათ. შეიძლება 3-4 თვე დაგჭირდეთ იმ რეალობის გასაგებად, რაც რეალურად საპატრიარქოს კარის უკან ხდება. აქ დაჟე მე რა გავიგე, იცი? ჩემი ჯგუფელი, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი, ხო, უნივერსიტეტში და ანუ მრევლი იყო ერთ-ერთი მღვდლის. ამ მღვდელს დაუბარებია სასაფლაოზე და მოუთხოვია ფალოსის პირში ჩადება. გესმით? ბლოუჯობი. და ამას უარყვია. ხო და დამუქრებია ეს რა. დამუქრებია ეს ტიპი ამას, რომ გაგაქრობო. აი ესე აკეთებენ, გესმით? ესე ეხლა ისეთი ადამიანისგან გავიგე, რომ ის ძალიან ახლო ადამიანი იყო და მე მისგან ანუ ეგრო ტყუილი არ არის, ეგ ვიცი. მერე კიდე დაევასა ქალი თავის მრევლში, დააშორა ქმარს, წაიყვანა თავისთანაც ცხოვრა, დააორსულა, მერე მუცელი მოაშლევინა, გაუბედურა სიცოცხლე ამ ქალს და ამ ქალმა რომ რამე თქვას, დაემუქრა თავისი შვილის სიცოცხლით, რომელიც პირველ ქორწინებაში ყავდა. უბრალოდ ქორწინებაში ვინც ყავდა. აი ესე აშინებენ ხალხს. ესე აშინებენ ხალხს. ნებისმიერი საკითხი ხა ახალგაზრდა მწიხაროსნებს იმის რცხვენიათ რომ თქვან, ვინ გააქრობენ ეგრევე რო თქვას.
ვინმე დაუდგება მხარში? თქვენ გონიათ სტიქაროსანმა ეთქვა ვინმე დაუდგება მხარში, რომ აი საწყალო შვილო და აი აღვდგეთ ახლა იმის წინა. ხალხმა იცის რომ არავინ არ დაუდგება მხარში და ჩუმად არის და გაჩერებულია. ერთი მე ვარო ყვირი ვარ ესე რა. და მე აქეთ მქოლავთ მე ბიჭო, მადლობას გადამიხდით მეთქი, მალე ჩემზე ილოცებთ თქო გეუბნებით რა. ზოგი სხვა რამეს, აი ისეთ რაღაცებს გაიგებთ, რომ აი დედას ვიცავ ცრემლები წამოგივათ თვალებიდან როგორ მეკცეოდით მე რა. აი ისეთ რაღაცებს გაიგებთ რა. კითხე. კახეთში ვიყავი მამა გიორგია, თუ იცი, მან ისე დამცინა ზიარებაზე ისე უყვირო და თან ხალხს მის მიერ აღარც ყოფილ ვარ ზიარებაზე და არც ახსარებაზე. ბევრი სტიქაროსანი წავიდა ტაძრიდან ისეთები აქვთ დანახული. იცი რა, ესეთებს რო წერდნენ მე მეგონა რომ ეს იყო პროპაგანდა და ჩემქმარს ვეჩხუბებოდი ეგ პროპაგანდა არის მეთქი. ეხლა უკვე იცი რატომ ჯერა ისეთი ახლო პირებისგან გავიგე ისეთი შოკის მომგვრელი რაღაცეები რომ მე ესენი იმიტომ იმალებიან რომ ეს რომ გამოჩნდეს გაუქმებულია ეს ამანო სურათი და სახელი გამოაჩინოს ხვალვე გააქრობენ. ღმერთი რო სწამდეთ მაგათ კიდევ კარგად ვიქნებოდით. მაგათ არ სწამთ ღმერთი. მაგათი ინტერესი არის ბევრი ფულების შოვნა. რაც იყო ქრისტეს დროს, რაბების დროს, როგორც იქცეოდნენ რაბები, ისე იქცევდნენ და ქრისტეს მკვლელები, როგორც იქცეოდნენ. 6 თვე პატრიარქის გაყინვა ვისრაში აწყობდათ. გეტყვი. ესე იგი, მაგათი გეგმის მიხედვით, ანუ სატანას უნდა ემეფა 59 წელი. და 59 წელი როცა შეუსრულდა, აღსაყდრებიდან 59 წელი როცა შეუსრულდა, გეგმას მიყვნენ. მალე დაეღუპათ, მაგრამ მაინც გააკაჩინეს მეთქი, ხო გითხარით? შეასრულეს, გეგმა შეასრულეს. ეგ რო არ მომხდარიყო, მე ანტიქრისტეს ვეღარ მოიყვანდნენ. ანუ 59 წელი უნდა ემეფა მაგათ კაცს და 59 წლის მერე უკვე რო გარდაიცვლებოდა, მერე ანტიქრისტე უნდა მოიყვანოთ. აგერ უკვე დაიწყო ეგ რა. თქვენ რა გონიათ ეს რომ დაიღუპა, მაგათმა კარგად იცოდნენ უკვე და იმიტომ მოაწყეს ეხლა ირანს ომი რატომ მოუწყეს. ესეც მაგათი კაცი იყო. ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე არის სატანის მოციქული. სატანის მოციქულს 59 წელი უნდა ემეფა. იმეფა 59 წელი, ეგ უკვე გაიგეს რომ მოკვდა 58 წლის თავზე, გეგმას მიაჩოჩა 59 წლამდე და უკვე კარგად შეამზადეს იქ ვითარება, დაიწყო იქ დიდი ომი. ირანში დაიწყეს ომი რომ დაანგრიონ ტაძარი, ააშენონ 3 დღეში თავიანთი ტაძარი და დასვან ანტიქრისტე. ესენი უკვე ყველა ნიშანი თვალნათლივ აგერ დგას. არის ბუნებრივი კატასტროფები ქვეყანაში კი არა და საერთოდ ქვეყანაში სხვათა შორის მომრავლებული აგერ მეწყერმა ჩაიტანა მთელი სოფელი ხარაგაულში, ხო? სოფლიო მასშტაბით ბუნებრივი კატასტროფები მომრავლებულია. დღე არ გავა რომ კატასტროფა არ მოხდეს. ომები დაწყებულია და რას მეუბნება ქრისტე რომ ეს დრო როცა მოვა, ეგ არის უკვე ნიშნები, რომლებიც იცოდეთ რომ ეს არის უკვე მშობიარე ქალის ტკივილები. მშობიარე ქალის ტკივილების დროს ყოველ 5 წუთში რო წამოვლი, სულ რაღაცა რამდენიმე საათში აჩენს უკვე ბავშვს. ეხლა ერთი დღევით ერთზე 1000 წელი თუ გადავითვლით, ხო? ეგრე ხდება საათები და კვირები აქვთ, ამათ კვირები აქვთ დათვლილი, იცი? ბავშვებს რატო წირავენ? აგერ სხონებული აკაკი ჯორჯაძის არ იყოს, იგრძელებენ ამ ბავშვების შეწირვით, ერთ თვეს გაიგრძელებენ, მერე ისევ 3 თვეს გაიგრძელებენ, მერე ისევ რაღაცა დროს გაიგრძელებენ და ხო გამოელევათ ეს ბავშვები და მერე რაღაც გაიგრძელებენ. ამიტომ დააჩქარეს ანტიქრისტეს გამეფება. აგერ 59 წლის თავზე გამოაცხადეს მკვდრად თავიანთი ვინც იყო ეგ მუშა კაცი. იბერის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე რომ არის ის არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში შენი აზრით, ეგეც მოგონილი თხზულება იყო მაგათი.
როგორც ის იყო მოდგენილი თხზულება, რომ ხალხს აშინებდნენ, რომ აიო, ნაკოწლები დაეყრება თავზეო, ვინც პატრიარქს განიკითხავსო, აიო, ის პატრიარქთან ერთად ავალთაზე და ქრისტეს შევხვდებითო. აი, იცი როგორ ტყუილებში აცხოვრეს ხალხი? რატო არ მოკითხა ხალხმა, რომ რო არ ავიდით და რო არ შევხვდით ქრისტეს მაგასთან ერთად? რატო ატყუებდნენ ხალხს? რა შერჩათ? მაგათ შერჩებათ, ნახე რა რაც შერჩებათ, მაგათ ნახავთ თქვენი თვალით რაც შერჩებათ რა და რაც არ შერჩებათ. გასულ საუკუნეებში იყო ომები, ბევრი რამეა გაუგებარი. გასულ საუკუნეებში რომ ომები იყო, ის ომები ამ ომებთან შედარებით არაფერია. უკრაინაში ამოხოცეს ბავშვები, ახალგაზრდები და თითქმის მთელი უკრაინა გაანადგურეს, ეხლა ირანში, ისრაელშიც კარგად ხდებათ მაგათ. ეხლა ტრამპი აგერ გამოვიდა, რომ კაციჭამიები მართავენ თურმე და პედოფილები ქვეყანას და არავინ ხმა არ ამოიღო მაგაზე. ბიჭო, მეორედ მოსვლა მეტი რა არის? ჯოჯოხეთი თქვენ რამე სხვა გონიათ? წინ გიყენებენ მაგალითებს, რომ აი ეს ხალხი, ვინც მართავს მსოფლიოს, ბავშვი ჭამიები და კაციჭამიები არიან და ხმას ვერავინ ვერ იღებს, იმიტომ რომ ეშინია და რა ვიცი დაბლოკეს და გათიშეს 5 ჯით. 5 ჯით გათიშული ყავთ ეს ხალხი რა. მამა გაბრიელი რო დაიბარა, მამა გაბრიელმა რო დაიბარა. სასწაულებრივი ძალით წამოვა ათენში, მამა გაბრიელმა ეგ ან თქვა, ან არ თქვა. მაგისთვის ააშენებინეს ის ეკლესია, ეგ იცი რისთვის სჭირდებოდათ ეგ ჭორი? რომ ის ეკლესია აეშენებინათ და ხალხს თითო ლარი გადაარიცხინეს. წარმოიდგინე ახლა 5 მილიონი ხალხი ხო არის, 5 მილიონი ხალხი რო გადარიცხავს 1 ლარს, 5 მილიონი უზის უკვე იმას თანხაზე. ხო და ასეთი რაღაცეები შემოკარგებო რა, მართლა გეუბნებით რა, გადაეცით ხალხს, რომ მაგრა ატყუებენ რა, მაგრა დატყუებენ იცოდეთ რა. გამოფხიზლდით რა. ღმერთს ვევედრები, რომ ეს ხალხი იხსნას ამ სიბნელისგან. გევედრებით, რომ აი გამოფხიზლდეთ და თქვენ თვითონაც მიეშველოთ ღმერთს. ეგრე არ არის მარტო ღმერთმა რომ გამოგაფხიზლოთ. მარტო ეგრე არ ხდება რა, თქვენი ნებაც უნდა იყოს და სურვილიც. მამა გაბრიელმა დაიბარა, რომ თქვენ მოესწრებით ანტიქრისტესო და ივერის ღვთისმშობლის ხატი ჩამოვაო. ივერის ღვთისმშობლის ხატი ჩამოვა, მაგრამ ხო, ანტიქრისტესაც მოვესწრებით, მაგრამ ივერის ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივი ძალებით ჩამოვა, ხო? აი, სასწაულებრივი ძალები იქნება მთელ მსოფლიოში ომი რო იქნება და ხატი რო აქ ჩამოვბრძანდება. ჩამოსულია უკვე ივერის ღვთისმშობლის ხატი რო ჩამოაბრძანეს. მე პირადად ვიყავი აეროპორტში. და ივერის ღვთისმშობლის ხატი რომ ჩამოვიდა აქ, ჩემს უკან გამოვიდა, მე მოვუძღოდი წინ. მე და ხატი გამოვედით. ორ კაცს ეჭირა ეს. აი ესე იყო, მაშინ იყო 2015 წელი. 2015 ან 14 წელი ესე. აი, წავედი ახლა მეგობრებო რა. ეგ კადრებიც არსებობს, სხვათა შორის ამომჭრეს მე იმ კადრებიდან. და ბოლოს იმდენი ხალხი ელოდებოდა, რომ მე არც ვიცოდი ეს ხატი უკან გამომყვა რა, არ ვიცოდი, იქ დავინახე რომ იდგნენ, იქ ხატი ეჭირათ, მაგრამ მე ხო არ ვიცოდი ახლა ვისელოდებოდნენ და აღარ დავაყონე, გამოვედი და ხალხი რომ დამხვდა და პაპარაცი და მე თქვი რა ხდება ხალხო, გამოვშტერდი, იმ ხელა ემოცია წარმოიქმნა უცბად და ამ დროს თურმე უკან გამომყვა ეს ხატი და იმას უღებენ. მე ვერ მივხვდი რა, მეკაიფება მე თქვი ეს ხალხი და ამ ეიფორიაში ვარ, ვერ ხვდები რა ხდება, რატო არის ამდენი ხალხი წესით, მარტო ერთი კაცი უნდა მდგარიყო იქ ჩემი ბიძაშვილი, მამიდაშვილი უბრალოდ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს ხატი უკან გამომყვა და ისე გადაიღეს, რომ მე ვეფარებოდი წინ, გესმის? ანუ ხატი ამომეფარა. და საბოლოო ჯამში რომ გავიგე, რომ მე თქვი ჩემთვის უკან ხატია და გადავიდი, მე ეგ მომენტი ჩასვეს მარტო მე რო ვეფარები, ის არ ჩასვეს. არა უშავს, არც უკითხავთ შემთვის, თორე რო ეკითხათ შეიძლება ჩავეში. თამარ შესანიშნავად გამოიყურები დაგლოცოს ქრისტემ ჩვენმა უდიდესმა და უწმინდესმა პატრიარქმა. ამინ, ამინ, ღმერთმა გისმინოს. რიმა. ღმერთმა გისმინოს.
ეგ მაშინ ჩამოვიდა ივერის ღვთისმშობლის ხატი აქ. და კიდე რომელ ხაზს ელოდებიან არ ვიცი მე. ეგ ხატი იყო აქ რომ ჩამოვიდა ათენიდან. კორფუდან გადმოფრინდი მე და კორფუდან მოდიოდა ეს ხატი. თუ საიდან აღარ მახსოვს რა იყო ზუსტად საიდან როგორ გადმოფრინდი აღარ მახსოვს მაგრამ ვიცი რომ რეისი რო შეიცვალა აღმოჩნდი მარტო ერთი ქართველი. არა ერთი ქართველიც არ ვიყავი სხვათა შორის. ჩემს წინ ქართველები მიდიოდნენ და ერთად მოვდიოდით. რეისი რო შეიცვალა და მე ისინი სად გაქრნენ არ ვიცი აღმოჩნდი მარტო და აღმოჩნდი თვითმფრინავში ამ ხატი უკვე გამოგზანებული აღარ მახსოვს რა იყო რა როგორ მოხდა ეს ხატი იქ მარტო და მარტო მე რატო ვიყავი იქ ვერ ხვდები აი მართლა ვერ ხვდები მარტონი რატო ვიყავით ჩვენ რა რატო შეიცვალა იმიტომ რომ მოვდიოდ ჩვეულებრივი რეისი იყო თურქეთი თბილისი გერმანია თურქეთი თბილისი თურქეთში რო ჩავფრინდით იქ რეისი რო შეიცვალა გადამაგზავნეს ესე იგი მე სხვაგან ისინი სხვაგან და სადაც მოვხდი იყო ეგ რომ ჩამოვედი ეს ხატი უი დედიკო რა ხდება მარტო იყო ეს ხატი იქ იდგა ორი თანხლები ყავდა თან ორი მამაკაცი იყო ხელში ეჭირათ დიდი უშველებელი ხატი იყო დაახლოებით აი დაახლოებით ალბათ მეტრა ნახევარი ალბათ ეგეთი დიდი ხატი იყო რა ზღვაზე უნდა გაიაროს ბერმა გაბრიელმა და უნდა გამოიტანოს ნაპირზეო არ ვიცი მე ეგეთი სასწაულების არ მჯერა მართალი გითხრა რა აი სასწაულებზე არ დააყრდნოთ თქვენი რწმენაო ქრისტე გვეუბნება და ეგეთ სასწაულებს მე არ ვუჯერებ მართალი რომც გაიაროს და რომც მოხდეს ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს ჩემთვის სასწაული არის ის რომ აი როცა გაიხსნება აკლდამები და გამოვლენ აღდგებიან მკვდრები აი მაშინ რაც ეხლა აუცილებლად უნდა მოხდეს მალე იმიტომ რომ უკვე ანტიქრისტე აგერ მეფდება კარგი გაკოცეთ ახლა წავედი ალბათ თქვენ იცით